მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მოგიყვებით სერიალის შორეულ ქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ალბათ თითოეულ თქვენგანს აინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო სერიებში. ისმის კითხვები: რა ბედიელის, ალიას და ჯიხანს? ბორანი საბოლოოდ გამოჯამრთელდება? ჯიხანს დაიჭერენ? ქაიას დაუბრუნდება მხედველობა? ამის შესახებ ვიდეოში ვისაუბრებთ. სანამ ვიდეოზე გადავალთ, თხოვნა გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო. ეჯმეს და დემირის მიერ შექმნილი გეგმა სამწუხაროდ მათ სასიკეთოდ ვითარდება. მათთან ერთად პოლიცია მივა ჯიხანის დასაპატიმრებლად. ჯიხანი მოასწრებს გაქცევას. ეჯმე ცდილობს ბორანის ოთახში შეღწევას, თუმცა ალია გაუწევს წინააღმდეგობას, რის გამოც ის ვერ მოახერხებს ბორანის ნახვას. თუმცა პოლიცია ნახავს ბორანს. ისინი ვერ მიხვდებიან, რომ ის ბორანი არის, რადგან მისი ყველა მონაცემები შეცვლილი აქვს ნურგუნს. მას ომერ ბაქინის სახელით დაუმზადა საბუთები. ბორანს გადაიყვანენ ავადმყოფოში. რაც შეეხება ქაიას და ჯიხანს, ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც მათი უდანაშაულობის შესახებ იცის და შეუძლია დაადასტუროს, ეს არის შაჰინი. ის ეჯმეს და დემირის შესახებ შეატყობინებს პოლიციას. ამით ქაია და დემირი დაიხსნიან თავს პოლიციისგან. რამდენიმე სერიის შემდეგ შაჰინისთვის ეჯმეს შავი საქმეების შესახებ გახდება ცნობილი. ამის შესახებ კი ის იმ ადამიანისაგან გაიგებს, რომელმაც წინა სერიაში ფული სთხოვა მას ეჯმეზე ინფორმაციის მიწოდებისთვის. თუმცა შაჰინი ისეთ საიდუმლოს გაიგებს, ის ვერ შეძლებს ჯიხანისთვის ამ ამბის გამხელას, რადგან იცის, რომ ამის შესახებ, რომ ჯიხანმა გაიგოს, ეჯმეს არ აცოცხლებს. ამიტომ ის იძულებული გახდება, რომ არაფერი თქვას. რაც შეეხება ქაიას, მას სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, რომ მოხდეს აღდგენა მხედველობის. ქაია ორმოში ჩავარდება გაქცევის დროს, ამიტომ საჭიროა მისი დროულად ნახვა, რომ ოპერაცია ჩატარდეს. სადაკად ალბორამ, როგორც ვიხილეთ, თავი გაწირა ალიას გამო. ის გამოჯამრთელდება და ძველებურად ისევ ის სადაკათი იქნება, რომელიც ჯიხანს და ალიას დაჟინებით მოთხოვს განქორწინებას. თუმცა ამ პრობლემას ალია მოაგვარებს, რაც არ უნდა მოხდეს, ჯიხანი ვერ შეძლებს ბორანისთვის იმის თქმას, რომ ის არ გაშორდება ალიას. თუმცა ამას გააკეთებს ალია. ზერინი დემირს მომხდარს არ აპატიებს. ის გადაწყვეტს ქაიას უთხრას ბავშვის შესახებ. თუ ის ამას არ გააკეთებს და დემირის კვლავ შეეშინდება, ჯიხანისთვის უკვე ცნობილია ბავშვის შესახებ და ის ამჯერად ქაიას ყველაფერს ეტყვის. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.